ევროკავშირის 70 წელია რაც უწყვეტ რეჟიმში ვითარდება. ევროკავშირი მოიცავს 27 წევრ სახელმწიფოს და მათი ძირითადი ფასეულებები არის ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ევროპის რომელიმე წევრ ქვეყანას თავს დაესხმებიან, ეს ნიშნავს ყველა წევრის თავდასხმას და ისინი ერთიანდებიან იმ ერთი სახელმწიფოს დასაცავად. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ 2019 წლიდან 24 წლის ჩათვლით ბოლო მონაცემების საფუძველზე ევროკავშირმა საქართველოში დაფინანსება 517 მილიონ ევროზე მეტი გაიღო. მათი მთავარი მიზანი არის ხელშეკრულების საფუძველზე მეორე მუხლით მთავარი ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვა, რაც გულისხმობს პლურალიზმს, ტოლერანტობას, ქალისა და მამაკაცის თანაბარ უფლებებს, სამართლის უზენაესობას და ასე შემდეგ. და სწორედ ამისი დაცვა უნდათ ყველაზე მეტად მათ და ამ ყველაფრის განვითარება უნდათ ისეთ რეგიონებში და ქვეყნებში, როგორიც ჩვენ ვართ და სწორედ ამ ხრივ უნდათ მათ დაფინანსებები, როგორც არის განათლება, როგორც არის მშენებლობა, როგორც არის სხვადასხვა ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას, ფულად დახმარებას. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებზე. ბუფერულ რეგიონებში ძალიან ბევრ თანხას გამოყოფს ევროკავშირი იმისათვის, რომ რაღაცნაირად დაეხმარონ იქ მცხოვრებ მოსახლეობას და ეს ყოველივე რა თქმა უნდა დასაფასებელი არის. მთავარი და უმნიშვნელოვანესი რაც არის პირადად ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის არის ის, რომ განათლება ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მათი მხრიდან. არის გვაქვს შესაძლებლობა რომ გასვლითი პროგრამები გვქონდეს, გვაქვს იმისი შესაძლებლობა რომ თუნდაც განათლება მივიღოთ, რადგან მე ვარ ბუფერული ზონიდან და დაფინანსება თავდაპირველად მქონდა სწორედ ევროკავშირისგან მიღებული.